საღამო მშვიდობის მეგობრებო, აბა როგორ ვართ? საღამო მშვიდობის, კირჩხიბი, როგორ ხარ ჩემი ლამაზო? აი მოვედი თქვენთან. მოვედი. მეგობრებო, აი და თქვენთან მოვედი. მოგუგუნდი, მოდი ცოტას გადავაზიარებ ახლა მე ვიღაცუებთან გადავაზიარებ და ნუ ვინც მომყდება ყველასთან ესე გადავაზიარებ. აბა როგორ ვართ? როგორ ისმის ჩემი ხმა კირჩხიბი? ჩემი ხმა როგორ ისმის მეგობრებო? სადღაც მაქვს მიკროფონიც, მაგრამ არ ვიცი სად. ძალიანაც კარგი. მოვედი მეგობრებო. ხო. დასტევსაც მოვამზადებ, სანთელს ავანთებ. ეს სანთელი წარემ ჩავწვათ, რაც გვაქვს, აი. აბა დღეს ერთი ვნახოთ, რას სიკეთეს მოგვიტანს სანთელიც. ხო, სალამი, როგორ ხართ? სულ მოუთმენლად გელოდებით. დიდი მადლობა. დამავიწყდა ოღონდ იმის დაწერა, რომ კითხვების გარეშე ვართ. ხო არ გავიდე და ხო არ დავაწერო ისევ. ხო არ შემოვიდე, თუმცა მეზარება მეგობრებო. ღრმესი მადლობა ყველას, გაიხარეთ. სულ დალოცულები ყოფილიყავით. ჩვენი დღევანდელი თემა რა იქნება, არ ვიცი. ყველა მიცის. ხო, ვინც საჭიროა იცის, ვინც არ იცის და ნუ არა უშავს. კირჩხიბი, ღრმესი მადლობა. დანელია, როგორ ხარ გოგო? დაგინახე. ხა. მოკლედ დღეს ერთი ჩემი მსმენელი, ჩემი ძალიან კარგი მეგობარი გოგო, ცოტა ისე არის, რაღაც პრობლემები აქვს, რაღაც სირთულეები აქვს. ველოდე როდის დამირეკავდა, მაგრამ რატომღაც დავრეკე და არ მიპასუხა. ძალიან რთული სიტუაცია აქვს, აი გადავჩეხე კარტი და კეთილი ჯადოქარია მოგვივიდა აქ. სალამი ანა მარია, როგორ ხარ? საღამო მშვიდობის, გაიხარე ჩემო კარგო. მეგობრებო, ოცნებების და სურვილების ასრულების დრო მოდის აგერ, გადავჩეხე კარტი. აი, ჩვენი ბეფანაც აქ არის. აბა ვისთან ჩამოვუქროლოთ? აბა ვის ჩამოვუქროლოთ? ეხლა მე წამალი თუ არ დავლიე, როგორც ჩანს. მეგობრებო, არაფერზე არ ინერვიულობ, იცით მე წამას დავლებ, ნუშყას. არაფერზე არ ინერვიულობ, არავინ არ ღირს ამათ. მოულოდნელ შეხვედრაზე გაშალეთო. კი ბატონო, გავშალოთ დღეს მოულოდნელი შეხვედრა. დღევანდელი ჩვენი თემა, მოულოდნელი შეხვედრა, ძალიანაც კარგი. მადლობა ავტორს. დღევანდელი ჩვენი ჩაწერე. დღევანდელი ჩვენი საჯარო თემა იქნება მოულოდნელი შეხვედრა. ხო, ვისთან გექნებათ მოულოდნელი შეხვედრა? ვინ იქნება ის ბედნიერი, ვისაც თქვენ შეხვდებით, მეგობრებო? ბედნიერი მისი დღე, ვისაც თქვენ შეხვდებით. აი შენდება მისი ოჯახი. საღამო მშვიდობის, მოგესალმებით, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს. სულ დალოცულები ყოფილიყავით. ჩემო ძვირფასებო, რა თქმა უნდა, ანა მარია ცხოვრება ისეთი მოულოდნელებობითაა სავსე, ისე რომ დამირეკო და ვიჭორავოთ, მე და შეკი შეიძლება?
ანა მარია გაიგონე? არა, ვარიანტები არაა, უბრალოდ ერთი თემა მეგობრებო. აბა მეგობრებო, დავიწყებ ახლა თქვენი ენერგიებით. იმედია მოეწყვეთ, განეწყვეთ. ყავა, ჩაი, ხო, აუცილებლად ამირეკე. ყავა, ჩაი, წყალი, რა ვიცი. ვის ძე, ვის კაკაო, ვის კოქტეილი და მთელი ამბები. ხო, დავიწყებ ახლა თქვენი ენერგიებით. ვინ ხართ თქვენ? როგორი ადამიანები მიყურებთ? როგორები ვართ მეგობრებო? კონკრეტულები. ნახეთ? სასწაულით მინდოდეთ. ჯერ ერთი იქიდან დავიწყებ, რომ პროგრესზე წახვედით, რაღაცას აპირებთ, ან საკუთარ თავს უწყობთ გამოცდას, ან რაღაცა კონკრეტულად უკვე საკუთარ თავს გინდათ, რომ რაღაცა დაავალეთ, мотиваცია მიეცით ალბათ საკუთარ თავს, დღეს რა მოხდა არ ვიცი, ვიღაცასთან რაღაცა მოხდა, კი. ჩოტკა ესტრემლენ, აი კონკრეტული დავალება მიეცით საკუთარ თავს. ზოგი შეიძლება წერს რაღაცას, ზოგი საბუთებს ამზადებს, ზოგი ანდერძს წერს, ზოგი რაღაცაზე ხელს აწერს, წასვლა, წამოსვლა, მემკვიდრეობა, აი ვის რა და ვის რა მეგობრება. ხა არ დავკონკრეტდები, ზოგს საბუთებთან პრობლემა აქვს, მოსაგვარებელი ზოგს მემკვიდრეობა, ზოგს თვითფრინავი, ზოგს ტაქსის და ზოგს რა და ზოგს რა. არ ვიცი ხა ყველას ვერ ჩამოვთვლი, ანუ მიხვდით. ბევრმა თქვენთაგანმა რაღაც გადაწყვიტეთ, რაღაც დაგეგმეთ. ზოგი შეიძლება უბრალოდ ყოველდღიურ ჩანაწერებს აკეთებთ. კი ბატონო, გუშინ წინ იყო დაბჯექი და ერთი გვერდი დავწერე და დამთავრდა. ხო, თუმცა თქვენ ამ ყველაფერს არავის არ ეუბნებით. ნახეთ, პაროლი, ანუ ამას აკეთებთ სრულიად ჩუმად, სრულიად, აი თუ კი რაიმეს ახლა აკეთებთ, თუ კი რაიმე დაგეგმილი გაქვთ, თუ კი რაიმე მიზნები გაქვთ, всё, კრინტი, არავისთან არ ამბობთ არაფერს. ხო, იმიტომ რომ თქვენი ცხოვრება გააუმჯობესოთ. აგერ უყურეთ ახლა რა მინდა გითხრათ. არა, ეს კარტები აქ უნდა დავტო. აი ასე. ახლა ნახეთ აქ რა ხდება. კი, არ ეუბნებით არავის, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესდება. ბევრი შემთხვევაში უკვე უკეთესობისკენ მიდიხართ. კი, ეს შეიძლება იყოს, შეიძლება გინდოდათ ბავშვის დაბადება, გაჩენა და ეს ჩაიფიქრეთ, ამას არავის ეუბნებით. იქნებ რა, ხა ვის რა გაქვთ მეგობრებო. ზოგს პარტნიორული თვალსაზრისით, ამასაც არავის არ ეუბნებით. თუმცა იმდენად თავდაჯერებულები ხართ უკვე მეგობრებო, რომ აი არ ვიცი. ხო, ძალიან თავდაჯერებულები ხართ. ამ ყველაფერს ისე აკეთებთ, რომ აი დიდი თავდაჯერებულებით. ბეფანა, მე მგონი გვიშველა. ხო, მე მგონია გვიშველა მეგობრებო, ბეფანა მოვიტანე ჩემი ინვენტარები მეგობრებო, ასე რომ რაც მომქონდა, უბრალოდ აქ არ მეტევა. ხო. აი მეგობრებო. ნახეთ რა სასწაული რაღაცა აქვს. თქვენ იცით ეს დიდი ხნის უკან ვიყიდე, ესეთი ცხვირა პრეხილი, რომლები ხართ, ესეთი ცხვირა ბზეკილი გოგოები. აბა რომლები ხართ ესეთები, დიდი შლაპა მიყვარს, კი, ძალიან მიყვარს. ხო, აი ძალიან მიყვარს. დედა სად იყო აგი აქამდე, ხო, ბეფანა სად იყო მეგობრებო და მიმალული მყავდა. ყველა აქ მყავს, ცოცხებიც აქ მყავს, ნუ გეშინიათ, ნახეთ მეგობრებო, გადარჩეხეთ. ნუ რა გავაკეთო? ვიღაცას სიყვარულში უმართლებს, ვიღაცას პარტნიორობაში უმართლებს, ვიღაცას ოცნებებში უმართლებს. ნახეთ, დროა უკვე ამის მოსული. ამის დროა მოსული, გაშლა გვაქვს მოულოდნელ შეხვედრაზე. დედა რა გავქნა? შეხვედრა. ხა. მოკლედ მეგობრებო, თუ კი აქამდე, ხო, უყურეთ ახლა რა ხდება, თქვენი ენერგიები, თქვენ შეგიძლიათ ახლა რაღაც სისულელის ჩადენაც. იმდენ ნახეთ, თან ამ ყველაფერს სიხარულით გააკეთებთ. რაღაც სისულელებისთვის ემზადებით, მეგობრებო. თუმცა კარგი განწყობით. ნახეთ, ჰოპ, გადახტებით და ჰოპს მერე დაიძახებთ. აი უყურეთ ახლა ხო ხართ ესე. თქვა შეიძლება ზოგიერთები იყოთ ესე, რომ არაფერი არ გინდათ, მაგრამ აი ხوانა თქვამი გადახტი და ჰოპ მერე დაიძახევ, ხო და მეგობრებო, გადახტებით და ჰოპს დაიძახებთ კაკრას. აი ისეთ სიძლიერეს ვხედავ. აი რა გავაკეთო, ისეთ დიდ რაღაცას ვხედავ, სერიოზოს. თითქოს ვხედავ მე აქ, აი ზუსტად ის მოხდება თქვენ ცხოვრებაში.
და აი ის რაც თქვენ წარმოგედგინათ, აი რასაც თქვენ წარმოიდგენდით ფანტაზიებში, ილუზიებში, ხო, რასაც ეძებდით ზოგადად, რაც იყო თქვენი ნებასურვილი. ხო, აქ არის ნახეთ, ამაში თქვენი ხელიც ურევია, რა ვთქვა, მაგრამ მშვიდობა, აი სერიოზულად დედას გეფიცებით, სერიოზულად სამყაროს აფეთქებები იწყება, ბედნიერება იწყება და ბედნიერი დღე მოგიახლოდათ. ხო, ის ბედნიერი დღე, ვაიმე მეგობრებო, რა გავაკეთო? აი რა გავაკეთო? დღე სასწაული დღეა. ესე იგი ნახეთ, რაც ნაკლებად ვაკეთებ ლაივებს, მით უკეთესი რამეები ხდება ჩვენ ცხოვრებაში. რა ბატონო? ხო, ანახეთ საвершенства. სრულყოფილება, ბედნიერი დღე, აი ესეთი ღიმილი, აი რა გავაკეთო? აი გიждები ამ ღიმილს, ნაოჭებს რო აჩენს, თუნდაც ნაოჭები. მერე რა? და რა, ნახეთ რამხელა სიყვარული გეწევათ. არავის არ უთხრათ მეგობრებო. არავისთან არაფერი არ თქვათ. არავისთან არაფერი არ თქვათ ოღონდაც. აი სასწაული სურათია. მოვიდა თებერვალი და არ მიგვირსო. ხო, მოულოდნელი შეხვედრა. დღევანდელი ჩვენი საჯარო ლაივი არის მოულოდნელი შეხვედრა. ასე რომ ესეთ ენერგიებში ხართ, მოვა დრო და მოდის დრო კონკრეტულობის, მოდის დრო დაღლილობიდან გამოსვლის, მოდის დრო აი ოცნებების დაგეგმის. ნუ ეს საცედავი არ გვიდა ეხლა ჩვენ აქ, იმიტომ რომ ამის დრო ამის დრო არ გვაქვს ეხლა ჩვენ ეს ჩვენ ეხლა ეს ეხლა მაიმუნის დრო არ გვაქვს. მაიმუნებისთვის უკვე აღარ გცალია, იმიტომ რომ დრო გვეწურება მეგობრებო, ასე რომ ბედნიერებისთვის მოვემზადოთ, სიყვარულისთვის, აი ზუსტად ამისთვის ვიმზადებით. ეს არის ჩვენი დღევანდელი ლაივი, მოულოდნელი შეხვედრა. ეს თემა მომაწოდა აქ ერთ-ერთმა მსმენელმა, უღრმესი მადლობა მას, ასე რომ აი დამთხვევაც ესეთია და მოკლედ ესეთია თქვენი ენერგიები. ემზადებით მოულოდნელობებით სავსე ბედნიერი დღეებისთვის. და მე ვხედავ, რომ თქვენ ამ ყველაფერს არავის არ ეუბნებით. კითხვაზე პასუხები არ მაქვს, მეგობრებო, და არ მექნება. სიმპათიური მაიმუნი კი. არ მექნება, მეგობრებო, კითხვებზე პასუხი. ეს აქ უნდა დავტოვო მაინც. ხა. მოულოდნელი შეხვედრა. ეს ორი დასტა აქ უნდა დატოვა. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ძალიან კარგი ენერგიებში ხართ და მინდა რომ ესეთები დარჩეთ. ხა. მოდი ახლა მეორე დასტით. არა, მეორე დასტა არ გვინდა. მოდი ახლა მე დავიწყებ ტაროს დასტით მეგობრებო. რა ვთქვა, მაგრამ სანთელმაც მე მგონი თავისი ძალა შემოიტანა ჩემო ძვირფასებო. მოულოდნელი შეხვედრა. ვისთან იქნება ეს მოულოდნელი შეხვედრა? თქვენ ჯერ არიცით. არიცით ვისთან? არიცით. თქვენ ჯერ ყველაფერი არიცით. ესე გადავაბრუნოთ მეგობრებო. თქვენ ჯერ ბევრი რამე არიცით. ჩვენი დღევანდელი ლაივი, მოულოდნელი შეხვედრა. მეგობრებო, ნუ რა არის ახლა ეს? ნუ რა არის ეს? მოულოდნელი შეხვედრა ბევრ თქვენთაგანს ელოდება წარსულთან. წარსულთან კიდე კარგი რომ წარსულით დავიწყეთ, იმიტომ რომ უკეთესობა წინ გვაქვს. ხო. გელოდებათ წარსულთან, წარსული აუცილებლად მეგობრებო, ესე ადვილად არ წავა. ნუ რა ვქნათ, ეს არის ის წარსული, სადაც იყავით ძალიან ცუდად, სადაც გქონდათ რუტინული ცხოვრება, ეს შეიძლება იყოს ოჯახი, ოჯახის წევრები და ჩვენ აქ დავდგებით არჩევანის წინაშე. ანუ დავრჩეთ ამ წარსულში, თუ გავაგრძელოთ ცხოვრება. ნახეთ, არჩევანის გაკეთება. არავითარ შემთხვევაში არჩევანი არ გადადოთ, მეგობრებო, იმიტომ რომ ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. ხა.
ხო, ეხლა ვისთან რა და ვისთან რა მეგობრებო. ხო, ამ შემთხვევაში თუ კი თქვენ ცხოვრებაში პაუზა მოყვა, არჩევანი გადაიდო. ხო, პასუხისმგებლობა გადაიდო. გავაგრძელებ კიდე, ანუ ამ თემაზე გექნება საუბარი აუცილებლად. კი, წარსულთან აუცილებლად შეხვედრა და საუბარი. გავაგრძელებ. კიდევ რა იქნება მოულოდნელი თქვენ ცხოვრებაში. მოულოდნელობებით სავსე, კი, ეს არის რაღაც აუხსნელი ოცნება. აქ არის ეჭვიანობა, ესეც წარსულია, ეს არის წარსულის სიტუაცია, ჩემო ძვირფასება. აი არის ადამიანი თითქოს მოდის ამ წარსულიდან პასუხისმგებლობით, მაგრამ ნახეთ, სახეს არ გაჩვენებთ ჯერ მაინც, სახე არ უჩანს იმით, რომ აი პირველი კარტი არის თან პასუხისმგებლობის, ადამიანი რომელიც თქვენსკენ მოდის, მაგრამ მოდის არა იმიტომ, რომ პასუხისმგებლობა აიღოს, არამედ კიდევ გაგრძელდეს ეს სიტუაცია ეხლა რა მდგომარეობაც გაქვთ. ხო, თუმცა მოდის, მაგრამ ისე არა რომ რაიმე გადაწყვიტოს, ესეთი რამე ჯერ არ მოხდება მეგობრებო, ან ცოტა ხანი კიდე გაგრძელდება ესეთი მდგომარეობა თქვენთან. აჰა. უყურეთ ახლა რა ხდება. ის გზა, რაც ეხლა გაქვთ, ეს გზა ბევრი შემთხვევაში ძალიან რთულია. ხო, გიწევთ ძალიან რთული მოლაპარაკებები. აქ არის ცოტა კამათიც, ცოტა გაუგებრობაც, ხი. აი ხო ხდებით? ხოს მაგერად ხი თქვი, ხო. ნახეთ აქ რა ხდება კიდევ. ეს ადამიანი, ვინც თქვენთან მოდის თუ არ მოდის, ვერ მოდის, იმდენად ვერ მოდის ბოლომდე რომ ჩაკეტილია. შეიძლება ზოგიერთები კიდევ პატიმრობაში იყვნენ, ან შინაპატიმრობაში, პატიმრობა გადატანითი, ან პირდაპირი მნიშვნელობით. და ეს პერიოდი ეხლა თქვენთვისაც რთულია და მაპატიეთ მეგობრებო, თქვენთვისაც რთულია და ამ თქვენი წარსული პარტნიორისთვის ერთი წუთით. აიმე. ხო. შეიძლება ეს თქვენი პარტნიორი აწარმოებდეს რაღაც მოლაპარაკებას და ეს მოლაპარაკებები მისთვის ძალიან რთული იყოს. შეიძლება კონდეს კიდევ გზა, სადაც წასულია, ან უნდა წავიდეს და ეს გზა არის მისთვის რთული. შეიძლება ეს მანძილი არის მისთვის რთული. ამ ადამიანს თუ კი ადვილად ეძლეოდა აქამდე რაღაც რუღაცეები, ეხლა ყველაფერი რთულია მისთვის. გავაგრძელებ. მოულოდნელი შეხვედრა. ხო, შეხვედრა გექნებათ ადამიანებთან, რომლებსაც გექნებათ არა და შეიძლება ხშირად გაქვთ შეხვედრა და შეხება ადამიანებთან, რომლებიც თქვენ ზურგს უკან ჭორაობენ. ანუ უყურეთ რა ხდება ეხლა. ძალიან ბევრ ჭორაობენ თქვენზე, თქვენ ზურგს უკან მეგობრებო. არ ვიცი ახლა ეს რამდენად ცნობილია თქვენთვის, მაგრამ ხო, ძალიან ბევრ ჭორაობენ თქვენთან. თქვენ, ანუ პირისპირ თუ კი გიდგათ ეს ადამიანები, პირისპირ ძალიან გაუბედავები არიან, მაგრამ ზურგს უკან ისეთ რაღაცებს ჭორაობენ, რომ აი არ ვიცი, აქ მე ვხედავ სამ ადამიანს ერთად, რომლებმაც ძალიან დიდი პრობლემა შეგიქმნეს. აქ შეიძლება იყოს პრობლემა მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, აქ შეიძლება იყოს პრობლემა ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით. აქ შეიძლება იყოს კიდევ ჯანმრთელობის პრობლემა, კონფლიქტები, აგრესიები, სიტყვითი შეურაცხყოფები და მთელი რიგი პრობლემები ჩემო ძვირფასება. ნახეთ ქვემოდან ტყუილები. ამ ტყუილებში ურევია მამაკაცის ხელიც. მამაკაცი შეიძლება იყოს ბევრი შემთხვევაში 21-დან 35 პლუს მინუს 5 წელი, 40 წლამდე ადამიანი, რომელმაც მოგატყუათ და ეხლა შორიდან გითვალთვალებთ. ამ ადამიანთან გექნებათ შეხვედრა. ხო, შეიძლება კიდევაც ამ ადამიანს უნდოდეს უბრალოდ შეხვედრა თქვენთან დაკავშირებით. ხო, კიდევ
კიდევ რას გვეტყვის მოულოდნელი შეხვედრა. მოულოდნელი ხო, აი ნახეთ მეგობრებო, ის ადამიანები, ვინც იმედები გაგიცრუათ, ის ადამიანები, ვინც რაღაც პერიოდი გატყუებდათ, ეს ადამიანი ახლა უთქვენოდ არის გაუბედურებული. სასწაულათა, აქ იყო უპატიოსნო თამაში, აქ იყო უპატიოსნო ღალატი, უნდობლობა იყო, აქ იყო რომანტიული ინტერესები. თქვენთან იყო თუ სხვასთან იყო, მე არ ვიცი, მაგრამ ყველასთან სხვადასხვანაირია. ხო, ნახეთ, აქ იყო ნეგატივი, აქ იყო ტყუილები. კი, მეგობრებო, ღალატი, ტყუილები, სამარის გათხრა, ზურგს უკან დანების დაშენა, რო იტყვიან და მთელი რიგი საშინელებები ერთი სიტყვით და ორი გაგებით. ძალიან რთული სიტუაცია გქონდათ, თუმცა ამ ადამიანთან მაინც მოგიწევთ შეხვედრა, იმიტომ რომ ეს წარსული უნდა გაარკვიოთ. ან უნდა დატოვოთ წარსულში და ან უნდა გააგრძელოთ გზა. ესე გაურკვევლობაში ვერ დარჩებით ვერც თქვენ და ვერც თქვენი ის ადამიანები, ვისთანაც წერტილს არ დასვამთ, მეგობრებო. წერტილ დაუსმელი, სადაც არის სიტუაცია, ეს ასე არ გაგრძელდება. მძიმეთი და კითხვით ნიშნითი და ძახილის ნიშნით სიტუაცია არ გაგრძელდება. უნდა დაისვას წერტილი. ნახეთ, წერტილი. ხო. ეს არის გაურკვევლობის კარტი, ეს არის ფარულობის კარტი. უყურეთ, რისი თქმა მინდა, ძალიან ბევრ დაფარულ სიტუაციას აიხდება ფარდა. აი, დასაწყისი და ეს იქნება სამკუთხედებით, თუნდაც აი არ ვიცი სამკუთხედი ახლა აქ რატო ვთქვი, მაგრამ აქ იყო კი ბატონო სამკუთხედების კარტი და სავარაუდოდ სამკუთხედებსაც დაესმება წერტილი. სამართლიანობა უნდა იზეიმოს, იქედან აქედან ორივე ტუზები აქვს, კვერთხების ტუზი და მონეტების ტუზი, ასე რომ ეს ყველაფერი თქვენ დასასიკეთოდ გადაწყდება. თუ კი აქამდე გქონდათ გაურკვეველი რაღაცები და მე ვხედავ რომ ძალიან ბევრი გაურკვეველი და დაფარული რაღაცები გაწუხებდათ კითხვის ნიშნის ქვეშ, ძალიან ბევრი თემები იდგა, ამიტომ რომ ეს ყველაფერი გამოვა სააშკარაოზე, მეგობრებო, და ამ ყველაფერს აიხდება ფარდა და წერტილი დაესმება ძალიან ბევრ რაღაცას. ბევრი თქვენთაგანი ადამიანიდან ბევრი თქვენთაგანი ვიღაც ადამიანიდან მიიღებთ შეტყობინებას. ეს შეტყობინება იქნება თქვენთვის ძალიან სასიამოვნო, იქნებ რაიმე ამბავს ელოდებით, იქნებ ადამიანს ელოდებით. მე ახლა ვერ გეტყვით თქვენ ეს წარსულია თუ ახალია, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს წარსულია. კი, სადაც დაპაუზებული სიტუაცია, კი ეს იყო პაუზა. იქ სადაც პაუზა, მეგობრებო, იქ სადაც გულის ტკივილია, სამიანების ხმალი, სადაც დაცილება, სადაც ჩახმალულები ხართ, სადაც მწუხარება გაქვთ, არის გონების გაფანტვა და მოკლედ ძალიან დიდი ემოციური ფონი გაქვთ. ამ ადამიანიდან ელოდეთ სრულყოფილებას, იმიტომ რომ რამდენად ახლო პერიოდში იქნება, მე ამას ჯერ ვერ გეტყვით, მაგრამ მე ვხედავ იმას, რომ სიტუაცია დაიძრება, იმიტომ რომ ნახეთ მეგობრებო, სრულყოფილება, რომანტიული საღამო და ბედის ბორბალი, ფორტუნა, ანუ სიტუაცია დაპაუზებული აუცილებლად დაიძრება უკეთესობისკენ, რადგან სამყარო ამოვიდა, ეს არის სრულყოფილების სურათი და მე ვხედავ, რომ ეს იქნება მოულოდნელი შეხვედრა წარსულთან. შეიძლება არც იყოს წარსული, მაგრამ ნუ რადგან ჩვენი დღევანდელი თემა არის ეს, ამიტომ გეტყვით რომ დაპაუზებული ურთიერთობა სადაც იყო, გექნებათ ამ ადამიანთან შეხვედრა მოულოდნელი. ერთი წუთით. ხო, გავაგრძელებ მეგობრებო. მოულოდნელი შეხვედრა. მოდი ახლა ვკითხოთ ამ მოულოდნელ შეხვედრაზე. ხო, მე ვხედავ ამ მოულოდნელ შეხვედრაზე შეიძლება ამ ადამიანმა გამოგიგზავნოთ შეტყობინება და გითხრათ, რომ მოდი დავგეგმოთ საუბარი, მოდი ვისაუბროთ, მოდი შევხვდეთ, მოდი რაღაც სიტუაცია გავარკვიოთ, მოდი წერტილი დაუსვათ რაღაცებს, წარსულს დაუსვათ წერტილი. ხო, იმიტომ რომ ეს ადამიანი იხედება თქვენსკენ, ამ ადამიანს აქვს გადაწყვეტილება მისაღები და ეს ადამიანი თქვენსკენ ღებულობს გადაწყვეტილებას, თუმცა აქვე ვაღიარებ იმას, რომ თქვენ უკვე აღარ გჯერათ მისი და უშხუილებთ აქედან ხმლები, პატარა ხმალი უნდა ვიყიდო, აი აქვე უნდა დავდო. ხო,
მეგობრებო, მოკლედ თქვენ ხართ ჩემი ბატონი და გავაგრძელებ ამ ადამიანს უნდა თქვენთან სტაბილურობა, ამ ადამიანს უნდა თქვენთან სიყვარული, ამ ადამიანს უნდა ურთიერთობის გაგრძელება, სრულყოფილება, ბედნიერება, ნიშნობა და ეს ადამიანი შედის მოქმედებაში. მოდის მეგობრებო, აღარ შემიძლია უკვე. აი, თქვენ სვაწინ ამოვიღე. სვაწინ ამოვიღე კარტები, მეგობრებო. ადამიანი მოდის სიყვარულისთვის, ადამიანი უკვე გზაშია, უკვე მოქმედებაშია ეს ორი ერთად, მეგობრებო. მოქმედებაშია თქვენსკენ, სტაბილურობისკენ, აღიარებისკენ, მიღებისკენ და სრულყოფილებისკენ. თქვენ გექნებათ აღიარება. იქ სადაც იყო დაპაუზებული ურთიერთობა, იქ სადაც ადამიანი არ ჩანდა, ნუვისთან რამდენი ხანი არ ჩანს, ეხლა მე ამას ვერ დაგიკონკრეტებთ. მაგრამ ხო, დაპაუზებული ურთიერთობა, აქ შეიძლება იყო მეგობრობაც, რაღაც პერიოდი იყავით მეგობრები, შეიძლება ამას არ ამჟღავნებდით, მეგობრებო, ამ ყველაფერს არავის არ ეუბნებოდით არც მაშინ და ახლა ხო საერთოდ არავის არ ეუბნებით არაფერს, უბრალოდ ეს იქნება მეგობრული, რაღაც პერიოდი გაჩერებული სიტუაცია, რომელიც დაპაუზებული სიტუაცია, რომელიც დაიძრება და თქვენი სურვილების ახდენის დრო იწყება, მეგობრებო. თქვენ ხართ იმპერატრიცები, თქვენ ხართ იმპერატორი ქალები, თქვენ ხართ ის მანდილოსნები, რომლებიც უკვე ემზადება ოჯახის შესაქმნელად, პასუხისმგებლობის ასაღებად და აი ამ ტროლზე ჯდომისთვის, აი ნახეთ. ხედავთ ხო? აი, ეს თქვენი ტროლი გელოდებათ, სადაც თავს იგრძნობთ სტაბილურად. კი, აი ეს ადამიანი არც საყვარლობაზე უნდა დათანხმდეს და არც დროებით ურთიერთობაზე უნდა დათანხმდეს და ზოგადად ეს ის ადამიანია, ეს არის ცეცხლი და ვულკანი, ეს არის შეიძლება ლომის ცეცხლის სტიქია, ლომის სტიქია, ანუ ლომი და შეიძლება იყოს კიდე ცეცხლის ნებისმიერი სტიქია, ადამიანი, რომელიც არის მოკლედ სასწაული. და ელოდეთ მისგან მცდელობას მანამ სანამ არ მიაღწევს ეს ადამიანი თავისას. ხო, სადაც თქვენ გელოდებათ ბედნიერება, აღიარება და სრულყოფილება, გახარება და არ დადეგები. მოკლედ ეს ადამიანი დაგპატიჟებთ სადღაც პიკნიკზე, კაფეში ან რესტორანში, ან სადმე სასაუბროთ. თქვენ აუცილებლად შეთანხმდებით, ეს მოხდება თქვენი თანხმობით, არა დაძალებით, მეგობრებო, იმიტომ რომ თქვენს გადაწყვეტილების წინაშე გეხართ და დადგებით. ხო, ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ელოდეთ მოულოდნელ შეხვედრას აი იმ ადამიანთან, ვისთანაც იყო პაუზა. ძალიანაც კარგი. მოდი ახლა ვკითხოთ. როგორ ჩაივლის ეს თქვენი შეხვედრა? აი რას უნდა ელოდოთ ამ შეხვედრიდან? რას უნდა ველოდოთ? ნახეთ, ეს ადამიანი, ეს შეიძლება იყო მეგობარი. ნუ შეიძლება თქვენი ურთიერთობა არ იყო დასერიოზულებული და უბრალოდ იყავით აქამდე მეგობრები. ნუ ეხლა თქვენი სიტუაცია უფრო მიხვდებით მე რასაც საუბრობ, მეგობრებო. ეს სიტუაცია, ძველი სიტუაცია განოლდება. ეს არის ახალი წიგნის გადაშლა, ახალი ფურცლიდან, ახალი წიგნის დაწერა, ქურუმი, ადამიანები დაბრძენებულები ხართ უკვე თქვენთან, სხვანაირად ადამიანი ვერ მოვა. ამ ადამიანთან ესეთი ადამიანი უნდა მოვიდეს, სხვანაირად ვერა. ხო, ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ვიფიქრობ, რომ ნუ რასაც ამბობს დასდა არის ის, რომ თქვენი ურთიერთობა დაიწყება თავიდან, სუფთა ფურცლიდან. ყოველგვარი ყოილების გარეშე. ეს ადამიანი იბრძოლებს და ბრძოლობს თქვენს გამო. ეს ადამიანი კამათობს თქვენს გამო სადღაც. თუ არ იციან კონკრეტულად თქვენი სახელი, იციან რომ ვიღაც არის და ეს ვიღაც თქვენ ხართ. თქვენს გამო ეს ადამიანი კამათობს. ამ ადამიანს აღარ უნდა ფარული მოტივით თქვენთან ურთიერთობა. არც დაფარული არაფერი არ უნდა რო კონდეს, მეგობრებო, ამ წარსულს, ამიტომ იცოდეთ რომ დამალული არაფერი აღარ იქნება, ეს ამის წინ უფრო დასტებმაც თქვა, რომ
დამალულ სიტუაციებს ის რაც თქვენთვის გაუგებარი იყო და აქამდე არ იცოდით, ამ ყველაფერს აიხდება ფარდა და ის რაც იყო თქვენთვის გაუგებარი, ყველაფერი უკვე გამოვა სააშკარაოზე. კარგით. რას მოგიტანთ ეს მოულოდნელი შეხვედრა კიდევ? აი რას მოგიტანთ მოულოდნელი შეხვედრა? რას მოგიტანთ მოულოდნელი შეხვედრა? მეგობრებო, რას მოგიტანთ მოულოდნელი შეხვედრა? ოჯახს, ამას თუ კი თქვენ გადაწყვეტ. თუ კი თქვენ გადაწყვეტავთ და თუ კი თქვენ დათანხმდებით, ამ გავლილ სიტუაციას თუ კი დაივიწყებთ, თუ კი გაუშვეთ, ნახეთ ნაწილობრივ დანაკარგები. ანუ ამ სიტუაციას, გავლილ სიტუაციას თუ კი დაივიწყებთ და დატოვებთ წარსულში, ამ ფანტაზიებში, ამ ილუზიებში, ამ გულისტკენებს, ამ ყველაფერს, ამ მანიპულაციებს, რაც იყო თქვენ შორის თუ კი დატოვებთ, თქვენ გელოდებათ ოჯახი, მეგობრებო, სრული აღიარება. სიყვარულის დასტები ყველა ამოვიდა, მეგობრებო. ხო. თუ კი შეგიძლიათ და ნებისყოფა გექნებათ იმის, რომ დატოვოთ წარსულში და თუ კი აღარ გაიხსენებთ და შეგიძლიათ რომ ეს აღარ გაიხსენოთ, მეგობრებო, თუ კი შეძლებთ იმას რომ დაივიწყოთ, შექმნით ოჯახს. თუ კი არ შეგიძლიათ, მეგობრებო, დავიწყება, არ გარისკოთ. მე პირადად ვერ ვივიწყებ წარსულს, მე თუ კი დავივიწყებ წარსულს და ვაპატიებ ადამიანს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკან დავიბრუნებ. არა, მეგობრებო. მე არ ვიბრუნებ უკან ადამიანებს, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ ვივიწყებ. ის არასდროს არ მავიწყდება. დავიწყება იმას არ ნიშნავს, რომ აპატიო ადამიანს იმას არ ნიშნავს, რომ შენ ისა რა ქვია, დაიბრუნო. ამიტომ კარგი გირჩევთ, რომ თუ კი ეს თქვენს ძალებს არ შეუძლია, არ გარისკოთ. იმიტომ რომ საკუთარ თავს მე ვერ აპატიებთ, მეგობრებო. ხო, ნუ ვისთან რა და ვისთან რა, მეგობრებო. ყველამ თქვენი სიტუაცია აიღეთ. მე უბრალოდ რასაც ამბობს, ტარო ის უნდა თქვა, თქვენთან მოვიტანო უნდა, მეგობრებო. კარგით, მოდი ახლა მინდა ვკითხო. აი ეს თქვენი პარტნიორი, თუ გაამართლებს თქვენს ნდობას. აი, ვინც დაიბრუნებთ, თუ გაამართლებს თქვენ ნდობას. მეგობრებო, იცით რა არის? რა გეტყვით? აი ზერჯერ მანდ ვართ ზუსტად ჯერ ერთი, მეგობრებო. მერე მეორე უყურეთ რა ხდება ახლა. თქვენი პარტნიორი თუ გაამართლებს თქვენ ნდობას, ამ ადამიანს ერთია რომ მოსვლა უნდა და მოვა და შემოგთავაზებთ, მაგრამ უყურეთ ეშინია რისი. თქვენ ხوار დაუბრუნებთ ვალს, ამ გულისტკენებს. ამ ადამიანს შიშიაქ რო ხوار გადაუხთით სამაგიეროს. ხوار მიიღებთ და მერე ხوار დააპანყურებთ. ანუ ხო ხვდებით. შურს აი ხوار დაუბრუნებთ იმ გულისტკივილს ყველაფერს. ის ერთი სიტყვა ვერ ვთქვი, მეგობრებო. აი სამაგიეროს გადახდის მომენტი, ამის ეშინია რომ სამაგიერო არ გადაუხადოთ. ხა, ამიტომ ხო, შურს ხوار იძიებთ მასზე, თუმცა მოვა, მეგობრებო, მოვა გულკეთილობით, თუმცა მოვა, იცით როგორ მოვა? ამ ადამიანს რაღაცებზე უარის თქმა მოუწევს. მე არ ვიცი ხა მის ზურგს უკან რა ხდება, უკან რა სიტუაცია აქვს მას, მაგრამ თუ პარტნიორი ყავს, იქ პარტნიორი უნდა დატოვოს. ანუ რა სიტუაციაც აქვს, ყველანაირი სიტუაცია უნდა დატოვოს. უყურე, ახლა რა იყო თქვენ შორის? აქ იყო ერთი რამ, მეგობრებო, ბევრი შემთხვევაში. ამ ადამიანმა უარი თქვა თქვენზე და აირჩია ყველაფერი. ანუ თქვენს გარდა ყველაფერი. ანუ თქვენს იქეთ ყველაფერი და თქვენთან არაფერი.
აი მე მგონი გასაგებად ვამბობ. ამიტომ ამ ადამიანს ძალიან ბევრ რამეზე უარის თქმა მოუწევს იქ რომ აქ თქვენთან აი ეს მიიღოს. აი ესაა საქმე, ძალიან ბევრი ბევრ რამეზე უარის თქმა მოუწევს. ხო, ვის რა სიტუაცია აქვს, მე არ ვიცი, მაგრამ მე რასაც ვსაუბრობ, თქვენ ძალიან კარგად მიხვდებით. ხო, ნახეთ. ნახეთ, მეგობრებო, რა ხდება აქ. ძალიან ბევრი სირთულეები შეხვდება და ძალიან ბევრი დაბრკოლებები შეხვდება ამ ადამიანს ეხლა და უყურეთ რა მოხდება. ეს ადამიანი თუ თქვენსკენ ნაბიჯს სწორად არ გადმოდგამს, არა უყურეთ, ეს ადამიანი თუ იმ სწორ ნაბიჯს სწორად თქვენსკენ არ გადმოდგამს, ხო? მას რაღაც ისეთი შემთხვევა, რომ აი უფალმა აშოროს. ძალიან დიდი სირთულეები და პრობლემები შეიძლება შეემთხვეს. აქ შეიძლება იყოს დამარცხებაც, სიმძიმეები, დეპრესიები, უბედური შემთხვევები, ფატალურობები, შეიძლება ვიღაც დაეღუპოს, ვიღაც დაუმარცხდეს და ხო, ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ ნახეთ, ამ ადამიანმა მეგობრებო, აი ზუსტად თქვენსკენ თუ არ გადმოდგა ნაბიჯი, ის ნაბიჯი რაც თქვენ შეგეფერებათ, ხო, იმ შემთხვევაში მას რაღაც ისეთი დაემართება, რომ არ ვიცი. სიმართლემ უნდა გაიმარჯოს კი, რა თქმა უნდა, უბრალოდ აქ მე ვამბობ იმას, რასაც უბრალოდ ტარო ამბობს თავისი თვალსაზრისით. ხო, აი ნახეთ, ეხლა ზუსტად მაგაზე გაგცემ პასუხს. ჩემი პასუხია მაგის. Не бывает поздно. რუსები ამბობენ. Бывает уже не надо. აი ზუსტად ეს ადამიანი თუ თქვენთან მოსვლას დააგვიანებს, დაგვიანებაში ის არ შედის, რომ თქვენ ვინმეს გაიჩენთ, ან თქვენ უღალატებთ, ან რაღაც არა. უბრალოდ დაგვიანებაში შედის ის, რომ თქვენ უკვე აღარ გენდომებათ. აი მანდ ვართ ზუსტად. ეს მომენტია უკვე. დაგვიანებაში ღალატი არ შედის და ვინმე სხვა პარტნიორის შეხვედრა თქვენი მხრიდან არა. დაგვიანებაში შედის ის, რომ უკვე თქვენ აღარ გენდო. თქვენ იმდენად დაიღალეთ ან დაიღლებით, რომ გადაიწვევით და უკვე აღარ გენდომებათ ეს ადამიანი. აი ამაშია დაგვიანების საქმე. ამ შემთხვევაში უკვე მას აი ის ელოდება, რაც წეღან თქვი. ხო. პრობლემები ნებისმიერი მიმართულებით უფალმა დაიფაროს, მაგრამ ამას ჩვენ არ ვწყვეტავთ მეგობრებო. ჩვენ რა თქმა უნდა სხვისი ცუდი არ გვინდა, უბრალოდ ეს მისი გაფრთხილებაა სამყაროდან. მას იქნება ძალიან რთულესი გზა მთელი ცხოვრება. მთელი ცხოვრება იქნება დაბრკოლებები. ერთ დაბრკოლებას გადალახავს, არ იქნება გადალახული, აგერ მეორე იქნება. იმეორეს და სულ ასე დაემატება და სულიერად იმდენად დაეცემა, რომ აი უკვე ფეხზე ვეღარ დადგება და აი ესეც არის საქმე. თუმცა ნახეთ, მე არ ამგონია ამ ადამიანს აქამდე წაუვიდეს საქმე, იმიტომ რომ გამოსვლა უჩანს. მოვა, მაგრამ სიფრთხილით. იცი როგორი სიფრთხილით? აი კუს ნაბიჯებით. კუსით. აი ამ კუსით. აი ამ კუსით მოვა, აი ამ კუს ნაბიჯებით მოვა. ხო, ისე როგორ მოვა, იცი, როგორც ახლა ამას თვლები აქ ამოვარდნილი, ესე თვალება მოვარდნილი და ამოკაწრული მოვა, მეგობრებო, დააღლილი, განადგურებული, გადალურჯებული, გადაწითლებული, გადამწვანებული. მოვა, მაგრამ რის ფასად დაუჯდება ეს მოსვლა, თქვენ არ იცით. ადვილი არ იქნება მისთვის. ეხლა სამყარო ამას იმის საშუალებას არ მიცემს, რომ ესე ერთი ხელის მოსმით თუ გაუღოს კარების სამყარომ და უთხრას, აჰა, მიდი. არა, არ გეგონათ. არავითარ შემთხვევაში მეგობრებო. ძალიან რთული იქნება ეს მისთვის, მაგრამ ამ არტისტობას სად წავა? ისე სცენაზე რო იდგეს უკეთესია. არავითარ შემთხვევაში.
არავითარ შემთხვევაში არსად არ უნდა მიხვიდე. ესენი, ხო? ესენი გიწერია. არსად არ უნდა მიხვიდეთ. მაკა 90 მაო 90 ჯერ წერ. არ გიპასუხებ, იმიტომ რომ მე კითხვებზე არ პასუხობ. ხო. მეგობრებო, კითხვაზე პასუხი არ მაქვს. აი ხო ხედავთ, რომ არ გპასუხობთ. ჯერ ეს ერთი როგორ გიპასუხებთ, მე ლაივი მიმყავს. ეხლა თითოეული ადამიანის დაწერილ კომენტარს მე ვერ წავიკითხავ. მეგობრებო, უბრალოდ ზოგჯერ გადავავლებ ხოლმე თვალს. მე რო აქ ვიჯდე და ხა თქვენ რას წერთ მაგ და რა შეკითხვებს მიწერთ. მაგას ვუყურო, მე ლაივს ვერ წავიყვან და გონება მეფანტება. მერე ხო, ეს ადამიანი მოვა, ხო. შეგიძლიათ თქვენ თვითონვე გააქროთ ეს გალურჯებული ადამიანი თქვენი ცხოვრებიდან, ეს თქვენზეა დამოკიდებული. გითხარით იქ თქვენ დადგებით გადაწყვეტილების წინაშე. მიიღოთ თუ არა, აი ხო გეუბნებით. უკვე როგორი სიტუაცია შეგექმნებათ, იცი ბევრს, მეგობრებო. აღარ მინდა უკვე უიტყვით, გადაიწვით უკვე ჩემო ძვირფასებო. ხო. ეს ადამიანი თუმცა მოვა არტისტობით. ისევ რაღაც თავისი თამაშით, არტისტული დადგმული სცენით, ეს ადამიანი რაღაცას მოიფიქრებს და მოვა. ესეთი შეხვედრები გელოდებათ, თუ კი გსურთ, თუ კი ელოდებით, კი, ბატონო, ვინ წარსულს ელოდებით და ვინ ახალს. თუმცა არ ამგონია ეს ადამიანი რომ მოვა თქვენთან, პასუხისმგებლობით მოვიდეს. ნახეთ, ისევ იგივე სიტუაციით მოდის, ამიტომ უბრალოდ მოვა სხვანაირი ფორმატით. ნახეთ, მეგობრებო, ნახეთ აქ რა წერია. სულ სხვანაირი ფორმატით მოვა. ეხლა შეცვლის სიტუაციას. სიტუაციის შეცვლაში რას გულისხმობს, ეხლა გეტყვით. უყურეთ ახლა მეგობრებო, მაგალითად, აი რა მაგალითი მოვიყვანო. მაგალითად გახართ ახლა 3 გზის გასაყარზე. 1, 2 და 3. ხო? 3 გზის გასაყარზე. მე-4 არა აქვს. საჯვარედინი არა, მეგობრებო. უბრალოდ 3-ია. ეს გზა, მეგობრებო, 3 როა. ანუ უყურეთ როგორა ახლა გეტყვით. 1 გზიდან იყოფა 3 გზა. ამ 1 გზიდან ჯერ მარჯვენას მოსინჯავს, მერე მარცხენას მოსინჯავს, მერე შუას მოსინჯავს. გაორება აქ ამ საწოდავს. ხო, უყურეთ ახლა ჩემო ძვირფასებო, 1 წუთით, მეგობრებო. რას გეტყვით ახლა უყურე. ამ ადამიანს თქვენთან მოსასვლელად ძალიან ბევრი სირთულეები აქვს გასავლელი. ამ ადამიანს ძალიან დიდი ჭკუა აქვს სასწავლი. ამ ადამიანმა სპეციალურად უნდა გაიაროს აი ეს ძალიან დიდი გულის ტკივილი, ეს თქვენი უარი, ეს არეულობა, ეს ყველაფერი ამ ადამიანმა თქვენთან აუცილებლად უნდა გაიაროს. ან უნდა გაევლო, ან უნდა გაიაროს. ხო, რომ ამ ქორწინებამდე მიხვიდეთ. რაც აქ გაქვთ. აქამდე უნდა მიხვიდეთ. ეს ეხლა ჩემო ძვირფასებო. თქვენი სიტუაცია უნდა აიღოთ, რაც იყო აქ. ყველასთან არის სხვადასხვა მდგომარეობა. ვისთან რა და ვისთან რა. ხო, ანუ სიჩუმით იჯება, შეიძლება ბევრი სიჩუმით დაისაჯოს, შეიძლება ზოგი პაუზებით დაისაჯოს. ეს თქვენი გადასაწყვეტია. მე გითხარით, თქვენ თუ კი მიიღებთ ამ ადამიანს, თუ კი თქვენ სურვილი გაქვთ, ეს ადამიანი მოვა თქვენთან ოჯახის შესაქმნელად, ოჯახში დასაბრუნებლად, დასაქორწინებლად, რაც გქონდათ დაპირება იყო თუ დასაბრუნებელია თუ შესაქმნელია, ამისთვის მოვა, მაგრამ იმ გავლილ გზას, რაც ეხლა გაქვთ, ამ ადამიანს ეს ძალიან რთულად ეძლევა. ამიტომ მასაც აქვს თავისი წილი ცხოვრება გასავლელი და ის სირთულეები, რაც თქვენ გაიარეთ, ეხლა თვითონ უნდა გაიაროს. არავითარ შემთხვევაში
არავითარ შემთხვევაში სამყარო ამას ისე არ მოუშვებს, უბრალოდ რაღაც ჭკუად არ ისწავლა. ჭკუის სწავლა იმას არ ნიშნავს, რომ ან ყველაფერი დასრულდა, ან არაფერი არ გამოვა, ან გამოვა და ან მერე არ გაგრძელდება და ან რაღაც მსგავსი, მეგობრებო. ეს არის საჯარო, ამიტომ ყველაფერი ისე ვერ მოხდება, რაც აქ არის. თქვენი სიტუაცია აიღეთ, დანარჩენები გავუშვით. ხო. ზოგთან 100%-ით რეზონირდება, ზოგთან 50-ით და ზოგთან 1 წინადადებით. ამიტომ უბრალოდ ჩვენი დღევანდელი თემა მოულოდნელი შეხვედრა. შეხვედრა ბევრი შემთხვევაში არის წარსულთან და 1% ერთეულების შეიძლება ვინც არ ღებულობს წარსულს და ვისაც მართლა აღარ უნდა წარსული ადამიანის დაბრუნება და ბევრია ისეთი რომ მართლაც აღარ უნდა და არ ელოდება იმათმა რა დააშავეს, იმათთან მექნება ესეთი გზავნილი. არა, ცუდის სურვება არა, თუ არ გააგრძელებთ ურთიერთობას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე ცუდი უსურვო ადამიანს, მეგობრებო. ეს მისი კარმა, ეს მისი გასავლელი გზა. უყურეთ, ეს ადამიანი, ნახეთ რა წერია, შანსის არ გამოყენება. ბევრი შემთხვევაში ეს ადამიანი შანსსაც ვერ გამოიყენებს. ხო, საქმეც მაგაშია, რომ შანსაც ვერ გამოიყენებს. ხო, თორე სხვა მხრივ, მეგობრებო, თქვენი გადასაწყვეტია. 1000-ნაირად ეცდება თვითონ, რომ თქვენამდე მოვიდეს ახალი ხრიკებით, ახალი სიახლეებით, რაღაც ახალი გზებით, ახლებურად, მაგრამ რისკი არის იმის, რომ შანსი ვერ გამოიყენოს. ხო. ვერ ხდება, მეგობრებო, ზოგის პარტნიორი ვერ ხდება, ხა ყველას ერთნაირი გონება ხوار აქვს და ყველა ერთნაირად ხوار ფიქრობს ამ ყველაფერს, მეგობრებო. ზოგიერთის პარტნიორი ისეთი მანიპულატორია, რომ აი არც გინდოდეს მისი დაბრუნება, მეგობრებო. არ ვიცი ხა ეს თქვენი გადასაწყვეტია, იმიტომ რომ ეს ურთიერთობა ჯერ კიდევ გარკვეული არ არის, აი ხო ვთქვით ჩვენი ცოტა შუა სიტუაციაში, რომ აქ ძალიან კარგად ახსენა, რომ სადაც რაღაცეები ფარულია, თქვენ ჯერ კიდევ ბევრი რამე არ იცით. ის რაც თქვენთვის დამალულია, ის რაც თქვენთვის გაუგებარია და ის რაც აქამდე ბევრი კითხვით ნიშნები გაწუხებდათ, მეგობრებო, ძალიან ბევრი რამე არ იცით თქვენ, ასე რომ მოვლენებს არ გაუსწროთ წინ და დაელოდეთ ამ ყოლაფრის გარკვევას. არავინ გეუბნებათ ხელი ჰკრათ ამ ადამიანს, ან მოვა და უცებ კარები გაუღეს და შენი ჭირიმე შენ გენაცვალე, სად იყავი აქამდე, როგორ გელოდებოდი და როგორ მიხარია რომ მოხვედიო. არც ეს არ გააკეთოთ, მეგობრებო. რა თქმა უნდა, მაგრამ იმის რისკიც არის, რომ ამ ადამიანმა შანსი ვერ გამოიყენოს. ამიტომ თქვენ უნდა დააკვირდეთ, მეგობრებო. თქვენ უნდა დააკვირდეთ. მოდით ვკითხოთ კაცს. თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში? ჩემო ძვირფასებო, თქვენ უბრალოდ ტაროს დასტები უბრალოდ თქვენ კითხვებზე პასუხს ადასტურებთ, თორე თქვენს ძალიან კარგად იცით რისი გამკეთებელი და მაგნისიცა უბრალოდ თქვენი ჩაფიქრებული აი ეს ადამიანი, ეს მოულოდნელი, თქვენთვის მოულოდნელი სიურპრიზებით სავსე ადამიანი. ხო. როგორ უნდა მოიქცეთ თქვენს სიტუაციაში? აი ვისაც რა სიტუაცია გაქვთ, ჩაიფიქრეთ და შეეკითხეთ უბრალოდ ტაროს დასტას, როგორ უნდა მოიქცეთ აი ამ სიტუაციაში, რაშიც ახლა ხართ. როგორ უნდა მოიქცეთ, მეგობრებო, იმ სიტუაციაში, რაშიც ახლა ხართ. რა თქმა უნდა. მეგობრებო,
როგორ უნდა მოიქცეთ, მეგობრებო და გეტყვით ახლა აქ იქნება ისევე ეს ჭორები, ეს ენის მიტან მოტანა, ეს რაღაც აუტანელი სიტუაციები, ეს ცოტა ხანი გაგრძელდება, მაგრამ ის რომ თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ, ეს არის დაიწყოთ თქვენი ცხოვრება, ძალა თქვენ ხელშია, თქვენ რასაც გადაწყავებთ, თქვენ რასაც გადაწყვიტავთ, ისე იქნება, ნახეთ, თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ ახალი ცხოვრება, თქვენი ცხოვრება ამ ადამიანის გარეშე. თუ გინდათ ამ ადამიანის დაბრუნება, ეს ადამიანი აუცილებლად დაბრუნდება და იცით როგორ დაბრუნდება? აი მილინკივით, თქვენ შეგიძლიათ ამ ადამიანს პირი გააღებინოთ და ეტყვით დამუწე, სიმსიმ გაიღე, სიმსიმ ჩაქრი. სიმსიმ აინთე, სიმსიმ ჩაქრი. ხო, აი ესე შეგიძლიათ. ხო, მაგრამ ესეც თქვენი გადასაწყვეტია. ხო, თუმცა თუ არ დაიღალეთ ამდენი ბრძოლით, ეს არის ბრძოლის და შრომის ბარათი, სურვილები, რომელიც არ ასრულდა. ხო, აი თუ არ დაიღალეთ ამ ყველაფრით, მეგობრებო, ნუ არ ვიცი, ხო გეუბნებით, თქვენი გადასაწყვეტია. რას გააგრძელებთ, რას გადაწყვიტათ, თქვენი ხო. ხო, უბრალოდ საკუთარ თავს უნდა ესცეთ პატივი და მოპატიოსნო თამაში ადამიანებს არ უნდა აყვეთ. არ აქვს მნიშვნელობა, ეხა ვისთან გექნებათ მოულოდნელი შეხვედრა. ვინც არ უნდა იყოს მოულოდნელობებით სავსე ადამიანები, რომლებიც აი იმ სიტუაციებიდან გამოირჩევიან, რომ აი უპატიოსნოთ და უნდობლობას იჩენენ თქვენს მიმართ, ესეთ ადამიანებთან მე მგონი ურთიერთობის გაგრძელება არ ახერხს. ამიტომ თქვენ ძალიან კარგად იცით, როგორც უნდა მოიქცეთ. კი. და მაინც რჩება თქვენ. რას გირჩევთ სამყარო? მოდი ეს იყო ტარო და ეხლა ვკითხოთ, რას გირჩევთ სამყარო? რჩება სამყაროდან. გაუმართლებელ, აი მეგობრებო. აი ქვემოდან რა კარტია? ყველანაირი ხერხის გამოყენება მიზნის მისაღწევად. ხო, პერფექციონისტები და ფრთხილად უნდა იყვეთ. კიდევ იმაზე მეტი დრო არ დაკარგოთ დრო ზოგადად არაფრისთვის და არავის გამო დრო არ უნდა დაკარგოთ, მეგობრებო. რჩება ესეთი გაქვთ. ხო, ყველანაირად უნდა იცადოთ თქვენი სურვილები, თქვენ თვითონვე უნდა აიხთინოთ. არავის არც ელოდოთ, არც ოცნებები იოცნებოთ ვინმეზე, არც ელოდოთ არა მეგობრებო. ხო, არავის არ ელოდოთ. მე ვიცი ახლა დამიწერთ აქ ბევრი რომ არავის არ ველოდები, ჩემი ცხოვრებით ვარ დაკავებულიო. აი ზუსტად ესე უნდა გააგრძელოთ. ხო. ეს ადამიანი ეტყობა თავის წილ სირთულეებს გაივლის და მერე კეთილს ინებებს და მოვა თქვენთან. და მე მოვა თქვენთან. არა, ნამდვილად არა. გული თუ არ გიშვებს, სხვანაირად არ გამოგივა. არა მეგობრებო. თქვენი გადასაწყვეტია ნამდვილად. ნამდვილად თქვენი გადასაწყვეტია მეგობრებო. მაინტერესებს ერთი მინდა ვკითხო კარს. თუ ისწავლის ჭკუას ეს ადამიანი, დაივიწყებს წარსულს და დრო ყველაფრის მკურნალიაო, მეგობრებო. ეს ადამიანი აუცილებლად მოვა, მაინც პაუზა. თქვენი სიტუაცია პაუზაა, მეგობრებო. შეიძლება რაღაც ეტაპი კიდევ ესე გაგრძელდეს, რადგან ეს თვითონ არის კიდევ ცოტა უპასუხისმგებლობაში, ამიტომ რაღაც პერიოდი შეიძლება ისევ გადაწყვეტილების წინაშე იდგეს ეს ადამიანი და პაუზა გაგრძელდეს. ამიტომ ხო, უბრალოდ არი ნერვიულოთ ახლა ამაზე, რა ვიცი, როგორღაც ტაქტი უნდა. რა თქმა, მედიტაცია და ლოცვები უფრო მისაღებია. ლოცვები მეგობრებო. ლოცვები აუცილებლად. იქნებ გონება გაუნათდეს ამ საცოდავს.
ამ ადამიანს ვიღაც ჩამჩიჩინებელი ყავს. ეს შეიძლება იყოს დედა, ეს შეიძლება იყოს და, ეს შეიძლება იყოს მეზობელი, ნათესავი მეგობარი, რომელიც აი არჩევანის გაკეთებაში ძალიან უშლის ხელს. იცოდეთ. ხო, პრობლემები არის აქედან. პრობლემები მოდის, თუმცა იხედება თქვენსკენ კი. მეგობრებო, მე რასაც ვხედავ ახლა აქ არის რაღაც სიტუაცია შექმნილი ამ ადამიანის ცხოვრებაში, უბრალოდ მეც აღარ გავაგრძელებ, იმიტომ რომ ხო, რაღაც სიტუაცია შეიცვლება, მაგრამ მე ვერ დაგპირდებით, ეხლა ეს იქნება ძალიან ახლო პერიოდში, არა. ამ ადამიანს ჯერ არაფერი შეუძლია, უბრალოდ იხედება თქვენსკენ კი, მაგრამ ის რო ვთქვა, რომ რაიმე შეუძლია ამ ეტაპზე არა. თქვენ თუ გინდათ ლოდინი ელოდეთ ამ ადამიანს და თქვენ თუ გინდათ გააგრძელეთ ცხოვრება, თქვენი გადასაწყვეტია რას გააკეთებთ. ხო. ეს თქვენი გადასაწყვეტია რას გააკეთებთ, თუმცა იქ იმდენად გვაჩვენა, რომ ბრძოლობს ეს ადამიანი თქვენ გამო და კამათობს თქვენ გამო, როგორც ჩანს დაბრკოლებები აქვს მას. იქ ან მშობლებთან, ან იქნება პარტნიორი ყავს. მე ხო არ ვიცი ხა ვის რა სიტუაცია გაქვთ, ამიტომ იმ სიტუაციაში რაშიც იმყოფება ხა თქვენი პარტნიორი თუ ეს ადამიანი, ვისთანაც სურვილი გაქვთ შეხვედრის, ხო ამ ადამიანს იქ აქვს რაღაც დაბრკოლებები, ამიტომ ესეთი იყო დღევანდელი ჩვენი ლაივი, ცოტა არეული, მაგრამ მოულოდნელობებით სავსე შეხვედრები გექნებათ კი. ბრძოლა და კამათი. კი ბატონო. ბრძოლა და კამათი აქვს, გაუგებრობა აქვს. ნიშანდობლივ თუ არ იციან თქვენი სახელი, იციან რომ ვიღაც არის და ეს ვიღაც ხართ თქვენ მეგობრებო. მოდი ერთი მე მინდა ვკითხო ჩვენს ასტრაბარათებს. რას გვეტყვის ასტრაბარათები მეგობრებო? რას გვეტყვის ასტრაბარათები? მოულოდნელი შეხვედრა და ვინ არის ის? ნახეთ რა კარტია მოვარდა ხო? მოულოდნელი შეხვედრა. ადამიანთან, რომელიც არის დარჩენილი მარტო. ადამიანი, რომელთანაც ეს არის დასაწყისის კარტი, რაღაცა დაიწყება. თუმცა, ნახეთ მეგობრებო, სასწაული. ადამიანი, რომელიც დარჩენილია მარტო. ადამიანი, რომელიც ან გამოიქცევა, ან გამოაგდებენ. მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის, მაგრამ ან გამოიქცევა, ან გამოაგდებენ. ან რაღაც ან დარჩება უსახლკაროდ მემკვიდრეობის გარეშე. ან ესე ერთი ხელით, საცმელით რო იტყვიან და ხა, ესე რაღაცას დაიწყებს თქვენთან მიმართებაში. სასწაული. მოულოდნელი შეხვედრა. რას გვეტყვის ასტრაბარათები? მოულოდნელი შეხვედრა. დედიკო, ეს არის მეგობრებო სიხარულის კარტი. გაგეცინოთ თუ გინდათ. ეს არის მოულოდნელობების და სიხარულის კარტი. ეს არის უფლისწყალობის კარტი. ნახეთ რამხელა ჯვარია გამოსახული. აგერ. რამდენად ჩანს არ ვიცი, მაგრამ ხო, აი ეს არის სიხარულის კარტი. მორბის, აბა რა, სანამ ისით არ მოდის, მე გამოაგდებენ, მე აბას აწავა, ხო, ვიღაცასთან ხო უნდა მივიდეს. ანა მარია. ხო. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია. ჩემო ძვირფასებო, კითხვებზე პასუხი არ მაქვს. მეგობრებო, ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია. თუ გააქვთ იმის კითხვა თუ კი გააქვთ, შეკითხვა თუ გააქვთ იმასთან დაკავშირებით. თუ ვუყვარ ამ ადამიანს. ხო, ამ მარტო დარჩენილ ადამიანზე მაქვს საუბარი ახლა. თუ გააქვთ იმის ეჭვირო, თუ ვუყვარ ამ ადამიანს, მე გეტყვით რომ კი. მე ვხედავ აქ ორმხრივ სიყვარულს, გრძნობა ორმხრივია. ხო,
ხარ ამდენად გაბედნიერებთ მისი ეს მონიჭებული საქციელებით მიყენებული ტკივილები, ეს უკვე თქვენი ამბავია, მაგრამ აქ ორმხრივი სიყვარული არის. ხა. გრძნობა ორმხრივია კი. ანარჩენი არ ვიცი. აბა, რა ტანზე დგას, ნამდვილად ანამარია. ხა. ოპერის მომღერალებით არა გამობრანჯული? საცოდავი მისი დღე. ხა. გავეცინა. ოპერის მომღერალებით ასე დაგიდგებათ მეგობრებო. ცუდად ვარ მე ამ ადამიანიდან, ცუდად ვარ ამ წარსულებიდან, ცუდად ვარ უკვე კი. ასე ცუდად ვართ ჩვენ ყველა ლაივში. ამ ელასტიკებიანმა ხალხმა დამყალა. და წვეტიანმა შავმა ფეხსაცმელებმა ლაკის ტუფლები მაცვია წვეტიანები, აი, აგერ. ხო. და ამას ამ კოსტუმს რა ქვია, კიდე კოსტუმა. ავიწყდება მეგობრებო. ოპერის მომღერლებს რო აცია უკან მაკრატელებით, მერცხალებით ის რო აქ ბოლოები, რა ქვია მაგ კოსტუმებს მეგობრებო. არ ვარ ახლა თლათ ასეთი გაიგი რა ქვია. და მემბაენა. აღარ შეძლია. სმოკინგი, საჩაგვიძლია ხა ჩვენ. ამას ამ საწოდას ეს ბეფანა არ ჯობია მეგობრებო. რა სიტყვით? მეგობრებო. ამის სმოკინგი არ ჯობია ხა? ვარსკვლავებიანი? როგორ ფიქრობთ ახლა? ნახეთ რა საკაიფო ცის? თმები კი აქ გრძელი? ხო. ცოცხლზე ზის და გიგონება ფანდურს უკრავს, აი საწოდავი. რას გვეტყვის აბა? კიდევ რას გვეტყვის? მოულოდნელი შეხვედრა. მოულოდნელი შეხვედრა მეგობრებო. მოულოდნელი შეხვედრა. აი ჩავაბრუნე და მევიდა. ხალიანი ცოცხი აგერა. ძალიან მოგენატრა? ძალიან მოგენატრათ ხო მეგობრებო? აქვე მაქვს. შორს არა აქვეა ისიც. ერთი წუთით მეგობრებო. ორივეს მოვიტან ახლა, ორივე აგერ ერთად მყავს. მეგობრებო. აქვეა ორივე, ნახეთ რა საყვარლებია, დედა ლაუკოლა. მეგობრებო. სიხარულის ცრემლები მიღებულია, ცოცხლზე ზის და გეგონება ბოლო თაობა ტესლაზე. ხო. საღადავალაგო ადგილი აღარ მაქვს. არ დამეწვას ახლა სანთელთან მეშინია მეგობრებო. მენანება. ნახე აი არ ჯობია ახლა ამას. ნახეთ ახლა ამას არ ჯობია. აგი მის მოვალეობას ასრულებს, აი საწოდავი ვერ ხდება მისი მოვალეობა რა. ხა. არა ბიჭოს ლეგენდა, ხო, რა თქმა უნდა. აფსუს? აი მეტა აფსუს ლეგენდა. რას მელაპარაკები? მოკლედ მეგობრებო, შეხვედრა მოულოდნელი. ნამდვილად გელოდებათ მოულოდნელი შეხვედრა. შეიძლება ელოდებით, თქვენ ელოდებით ამ ადამიანის გამოჩენას, მაგრამ არ იცით როდის. აი ზუსტად რო არ იცით, ეგაა მოულოდნელი შეხვედრა. მოულოდნელი შეხვედრა.
მორგანა, უყურეთ ახლა. ესეც ამოვიდა, ეს ხართ თქვენ. ამ ადამიანს არაფრის შიში არ აქვს. ეს ის ადამიანია, აი ახლა რასაც გაჩვენებთ ამ ბარათს, ეს არის ადამიანი, მოდი ასე ვიტყვი, კეთილი ჩადოქარი, ჩემთვის კეთილი ჩადოქარი ხო რა, ნუ უყურეთ, ამ ადამიანს აქვს უსასრულოდ მოთმენის უნარი. ესეც ჯადოქარია, მაგრამ იცით როგორი ჯადოქარია? აი ესე ზის და თავისთვის სურვილს ჩაიფიქრებს და დამთავრდა. მან იცის, რომ აგერ ოქროს თევზი და თავის სურვილს შეუსრულებს. ან ეს ადამიანი არაფერს არ აკეთებს. ზის ასე წყნარად, სადაც უნდა იქ მიდის, სადაც უნდა იქ მოდის, რასაც უნდა იმას აკეთებს, აგერ ღვინო აქვს, ჭიქით სვამს, აგერ ფანდურს უკრავს თუ რა ქვია მას უკრავს, მღერის, ცეკვავს და ეს ადამიანი არაფერზე არ ზრუნავს, გარდა იმისა, რომ რამეზე ნერვი შეიტოკოს. არა. ეს არის მორგანა და ეს ადამიანი ხართ თქვენ. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც თავის სურვილს ყოველთვის ისრულებს და რით იცი, არაფრის კეთებით. უბრალოდ იტყვის, მე ეს მინდა და მე ვიცი, რომ ამას მივიღებ. დამთავრდა. დავჯდები, ესე მშვიდად წყნარად, ხელსაც არ გავაქანებ, ნერვსაც არ შევიტოკებ, თმის ბეწვსაც არ ჩამოვიგდებ, აგერ ჩემი ოქროს თევზი, მიმართავს ოქროს თევზს, სვენახეთ, კენჭი გადაგდებულია. და თევზმა უკვე უპასუხა შესრულებულია. მოგწონთ ხო? აი ეს ხართ თქვენ. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ამ სურვილს ნახეთ მეგობრებო უბრალოდ. ერთი კეკალი აგერა, მეორე კეკალი აგერა, მესამე კონკიას კეკალი აგერა. ბევრი თქვენთაგანი სამი აი ძალიან აი მეგობრებო, შეგიძლიათ ისეთი სამი სურვილი ჩაიფიქროთ. გული კი ნაღამ გამისკდა. შეგიძლიათ სამი ესეთი სურვილი ჩაიფიქროთ, რაც ყველაზე მეტად გინდათ. ჩათვალეთ, რომ აგისრულდებათ. ოღონდ სამი. სამი მეგობრებო. 1, 2 და 3. ხედავთ ხო? ხა. ასე რომ მხოლოდ 3. ამ ეტაპზე 3. ხო. და ამ ადამიანმა იცის, რომ ეს მას აუცილებლად შეუსრულდება. ასე რომ ძალიან კარგად იცის. ზის და ელოდება, ეს ხართ თქვენ. ხო. და კიდევ ასტრა ბარათები რაც გვეტყვიან და კიდევ. ხო, ჯადოქარი. მეგობრებო, მეგობრებო. ეს გახსოვთ, აქ რო დავდე ეს ასტრა ბარათები, მაშინ რო გადმოვაბრუნე, ეს იყო ქვემოდან. მოკლედ რისი თქმა მინდა, ეს არის კეთილი ჯადოქარი, რომელსაც აქვს ხელში ჯადოსნური ჯოხი და იტყვის ესეც თქვენ ხართ მეგობრებო, აი არ ვიცი, აი შეგიძლიათ თავისუფლად განახორციელოთ თქვენი გეგმები, თქვენი სურვილები, თქვენი ოცნებები, რასაც ჩაიფიქრებთ, თქვენ ეს ყველაფერი ძალიან კარგად აგისრულდებათ, უბრალოდ დროს მიეცით დრო. ხო, აგერ ჯინის, რა ქვია მაგას, ჩაიდანიც ხელში გაქვთ. ხედავთ ხო? ჯინის ჩაიდანი. ასე რომ ყველაფერი შეიძლება თქვენთან, ამიტომ არაფერზე არ ინერვიულობთ, უბრალოდ რაც არის აგერ ამობრუნებული იყო დასაწყისი, ახალისთვის მომზადება, სამზადისი და მეგობრებო, არ ვიცი, მოკლედ, არ ვიცი, ახალი ეტაპი იწყება, ახალი პერიოდი იწყება, სიახლეები იწყება და ეს არის გახსნა, დაწყება, წამოწყება და რაღაცის მოკლედ ჩაიფიქრეთ სურვილები მეგობრებო და ეს სურვილები თქვენ აუცილებლად აგიხდებათ, იმიტომ რომ ბეფანა აგერ გვიზის. ხო, თუმცა არავის არ უთხრათ. არავის არაფერი არ უთხრათ მეგობრებო.
ეს ყველაფერი უნდა შეინახოთ. ბევრი შემთხვევაში იქნება ურთიერთობის გაგრძელება. მართალია აქ რაც დავინახეთ ჩვენ ცოტა პრობლემური კი შეიძლება დარჩეს და ისეთი, მაგრამ მაინც ყველაფერი მოგვარებადია, ასე რომ არაფრის არ შეგეშინდეთ. ხო. კი, აუცილებლად, ჩემო კარგებო, ასე რომ იცით რა, ყველაფერს აქვს დასასრული. ამ ტანჯვასაც, ამ ტკივილებსაც აქვს დასასრული. თქვენთვისაც ამოვა მზე. აი ნახეთ, როგორი უფლის წყალობა გაქვთ. მეგობრებო, იმდენი რაღაც გაქვთ გავლილი, ხო? აი უფლის წყალობა რო არ ქონოდათ, ამას ვერ გადაიტანდით. აბა გადახედეთ თქვენ წარსულს, ვის რა გაქვთ გავლილი. როგორ გადაიტანდით ამ ყველაფერს? ხო. მე პირადად ვერ გადავიტანდი. მე მაქვს ჯოჯოხეთი გავლილი. ხო. დასასრული აქვს ყველაფერ ცუდს. ყოველთვის ცუდად ვერ გვექნება საქმე. თუ კი ცუდად იყო აქამდე, აი უყურეთ აი აქამდე რომ ცუდად იყო საქმე, ეს იმიტომ იყო, რომ ჩვენც ცოტა გავზრდილიყავით, გავიზარდოთ უნდა მეგობრებო. ამ ტკივილებით უნდა გავიზარდოთ. უფალი არ მოგცემს იმ ტკივილს, რისი ატანაც არ შეგვიძლია. მე ასე ვფიქრობ. ხო, ეხლა ღმერთმა გვაშოროს ყველას, მაგრამ ხო, ალბათ რასაც გვაძლევს, იმის გადამტანები და ამტანებიც ვართ. ხო, და გაგრძელება შეგვიძლია ცხოვრების. ეს ერთი. მერე მეორე მეგობრებო, ყველანაირ ცუდს აქვს დასასრული. ეს ცუდიც იმიტომ ხდება, რომ ჩვენც გავიზარდოთ და ჩვენც გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება. იმ პერიოდში, როდესაც ეს ხდება, როგორც ჩვენ გვინდა, ისე რო არ ხდება, ალბათ ასე იყო საჭირო. ხო, ყველაფერს აქვს თავისი დრო. უბრალოდ გავითავისოთ უნდა ეს ყველაფერი. ეს დაბრკოლებები რო შეგექმნებათ, სადმე მეგობრებო, უნდა გაჩერდეთ. უნდა შეჩერდეთ, მეგობრებო. აი, გაჩერდეთ უნდა. ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და ერთადერთი რაც უნდა წარმოიდგინოთ ისაა, რომ რადგან ესე მოხდა შეფერხება, დაბრკოლება და თქვენი შეჩერება, აი ის უნდა იფიქროთ, რომ უარესი მელოდა და გამაჩერეს. დამთავრდა, მეგობრებო. აი ასე მეგობრებო, ამიტომ ყველაფერს აქვს თავისი დრო. ჩვენს ბედნიერებასაც თავისი დრო აქვს. ხო, ამიტომ არა უშავს. ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ გვჭირდება, როგორც ჩვენ გვინდა, არა. როგორც ჩვენ გვჭირდება მეგობრებო და ჩვენ როგორ გვჭირდება ეს ყველაზე კარგად თუ არა უფალმა იცის. ამიტომ არი ნერვიულოთ. რაო? ზუსტად. რა თქმა უნდა, მეგობრებო, ცხელ გულზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. არავითარ შემთხვევაში იმ წუთას უნდა გაჩერდეთ, დაპაუზდეთ და ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ არავის არ გაანდოთ თქვენი ოცნებები, თქვენი გეგმები, თქვენი ფიქრები, თქვენი სურვილები, თქვენი წარმატებებიც კი. როგორ მოხვედით აქამდე, რა გაიარეთ აქამდე, აი რა გააკეთეთ აქამდე, რა ბრძოლები მოგიწიათ. აი ხო ჭკუა ვისწავლეო, რა ჭკუა როგორ ისწავლეო, რა იყო შენი ჭკუა, ესეც არ უთხრათ არავის მეგობრებო. არც ეს უთხრათ. თქვენი ჭკუა არავის არ უთხრათ. არა საჭიროა. ხო. ასე რომ ესეთ იყო ჩვენი დღევანდელი. მოდი ერთი კითხვა გამიჩნდა ახლა. მოდით მეგობრებო, ერთი კითხვა გამიჩნდა. ძალიან მინდა ვკითხო ახლა დროის დასტას. ძალიან მინდა ახლა ვკითხო დროის დასტას. მეგობრებო.
რა დროის ვადაში გელოდებათ მოულოდნელი შეხვედრა? რა დროის ვადაში გელოდებათ მოულოდნელი შეხვედრა? მე მგონი ძალიან საინტერესო კითხვაა. ვინც გინდათ ის ჩაიფიქრეთ მეგობრებო? გინდ პარტნიორი ჩაიფიქრეთ? გინდ რა და გინდ რა? რაც გინდათ ის ჩაიფიქრეთ. რა დროის ვადაში გელოდებათ მოულოდნელი შეხვედრა? რა დროის ვადაში? მოდი მე გამოვიყენებ კიდე ერთი წუთით ჩემო ძვირფასებო, ჩემს ხო, იმდენი რაღაცები მაქვს მეგობრებო. აი ეს გახსოვთ, ესეც რო მქონდა გახსოვთ მეგობრებო, სად დავალაგო უბრალოდ. ხო, ეხლა მე გამოვიყენებ ჩემს მოულოდნელი შეხვედრა. გვექნება ორი ვარიანტი მეგობრებო. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. აბა როგორც ჩანს არ ვიცი. მაგრამ ეხლა ამას მე დავადებ ერთს თეთრს. ესე თეთრს მეგობრებო. და მეორეს დავადებ აი ესეთ ფორმას და ჩაიფიქრეთ პირველი, მეორე. ჩაიფიქრეთ მოულოდნელი შეხვედრის თარიღი, რა დროის ვადაში, მაგალითად შეხვდებით თქვენთვის ჩაფიქრებულ ადამიანს. ხო. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ მეგობრებო და პირველი. მოდი ვკითხოთ. პირველი, ვინც ჩაიფიქრეთ პირველი, ესეთი ძალიან ლამაზია. რა დროის ვადაში შედგება თქვენი მოულოდნელი შეხვედრა? დაახლოებით მეგობრებო. თებერვალი, სასწაული, ვინც ჩაიფიქრეთ პირველი. ეს არის თებერვალი, ეს თვე. ეს შეიძლება იყოს მეგობრებო დაგეგმილი შეხვედრაც, გამაჟრიალა, გამაცივა ტანში. სიყვარულის დღე მე მგონი ხო 14 თებერვალი. აი მეგობრებო, გამაცივა ტანში. ჩემო ძვირფასებო. ეს არის პირველის პასუხი, ვინც ჩაიფიქრეთ პირველი. მოდი ახლა ვინც ჩაიფიქრეთ მეორე, თქვენი მოულოდნელი შეხვედრა ჩაფიქრებულ ადამიანთან. რამდენიმე კვირაში. ესეც ძალიან სასიამოვნო პასუხია მეგობრებო. ნახეთ, სულ რამდენიმე კვირაში. აჰა, 14 თებერვალს ვარ დაბადებულიო. ძალიანაც კარგი, დავით. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. ძალიან სასიამოვნო, ძალიან ისეთი რაღაცნაირი. და მინდა რომ სულ წარმატებები გისურვოთ. პირად გაშლებთან დაკავშირებით, ვისაც სურვილი გააქვთ და გაინტერესებთ ინფორმაცია, გადმოდით ჩემს გვერდზე. კონკრეტული შეტყობინება გამომიგზავნეთ, კონკრეტულად მომწერეთ, რომ ეხლა რასაც მეკითხებით, ეს შეგიძლია, ზუსტად ეს ფორმატი მომწეროთ პირადში მეგობრებო და კონკრეტულ პასუხს გაგცემთ. დიდი მადლობა ნებისმიერ თქვენთაგანს. უღრმესი მადლობა ყველას მეგობრებო, გვერდში დგომისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, იმ სითბოსთვის, ყურადღებისთვის, რასაც ერთმანეთს ჩუქნით ჩვენ არ. უღრმესი მადლობა ყველას და მინდა იყეთ ბედნიერები. ესე უბრალოდ ყოველი დღე გებედნიერებოდეთ მეგობრებო. მე კიდევ დაგემშვიდობებით და გელოდებით კომენტარებში. უღრმესი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო. მშვიდობიანი ღამე და ბედნიერი დილის გათენება. აბა დროებით.